კაიროში არეულობის დროს დაკავებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ორი თანამშრომელი დღეს გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ორგანიზაციის წევრები ეგვიპტელ და საერთაშორისო უფლებათა დამცველებთან ერთად 3 თებერვალს ერთ-ერთი ოფისის დარბევისას აიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ორგანიზაციის ორი წევრი სამხედრო პირებმა დააკავეს. Amnesty International-ის ხელმძღვანელობის ვარაუდით დანარჩენი აქტივისტები სამხედრო პოლიციის ერთ-ერთ ბანაკში იმყოფებიან. თუმცა იქ მისულ ადვოკატებს სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ დაკარგული აქტივისტების შესახებ ინფორმაცია არ ფლობენ. კაიროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცველები ადამიანის უფლებათა დამცველებს, ადვოკატებსა და უცხოელ ჟურნალისტებს ჰოსნი მუბარაკის მთავრობის განკარგულებით აკავებენ. ვეჭვობთ, რომ ეს მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რადგან მათ არ სურთ, რომ Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დააფიქსიროს. არ სურთ, რომ პასუხისმგებლობა მათ დაეკისროთ. იმის მაგივრად, რომ მთელი ყურადღება ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებზე გადავიტანოთ, მათ სურთ, რომ დრო ჩვენი თანამშრომლების ძებნაზე დავხარჯოთ. ისინი ხედავენ ქუჩებში გამოსულ მილიონობით ადამიანს, თუმცა მაინც იმედოვნებენ, რომ სიტუაციიდან თავის დადროენას შეძლებენ. ჩვენი აზრით, პრობლემები მხოლოდ ჰოსნი მუბარაკის გამო არ შეიქმნა. პრობლემები უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი თუ ის გადადგება ხელისუფლებაში უამრავი სხვა ადამიანი მოვა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას გააგრძელებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ საფუძვლიანი ცვლილებებია საჭირო. აქ საუბარი მხოლოდ ერთ პიროვნებაზე არ არის, საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში, კანონებში, პოლიტიკაში, სისტემასა და კულტურაშიც.